გადაუდებელი მედიცინის ინტერნაციონალური კონგრესი მიმდინარეობს თბილისში, მასში 7 ქვეყნის 28 მომხსენებელი იღებს მონაწილეობას. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში უცხოელი ექიმები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ინტერნაციონალური კონგრესი ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა და საქართველოში პირველად სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხარდაჭერით ტარდება. გადაუდებელი მედიცინა საქართველოში ალბათ ყველაზე ახალგაზრდა დარგია, ან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დარგია. მან ბოლო 15 წლის განმავლობაში დაიწყო განვითარება და ჩამოყალიბება. დღევანდელი კონფერენცია, რომელშიც მრავალი ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი ღებულობს მონაწილეობას, ვფიქრობ, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მართლაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სპეციალობის განვითარებაში. გადაუდებელი მედიცინა არის აბსოლუტურად ქვაკუთხედი სამედიცინო სერვისების განვითარების, ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების, შესაბამისად ჩვენ როგორც ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი სამედიცინო სერვისების ქვეყანაში მხარს უჭერთ ამ კონგრესს და რადგან ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენ უცხოელ კოლეგებთან ერთად მეტი ინვესტიცია ჩავდოთ, მათი მხარდაჭერით მეტი სამედიცინო მეტი ადამიანური რესურსი განვავითაროთ ამ კუთხით ქვეყანაში.